დღეს რა ხდება ქართულ ბაზარზე. რუსთავის ავტობაზრობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ნომერ პირველი ამიერკავკასიაში. ამით ალბათ უმრავლესობა ქართველები არ გადავაჭარბებთ, თუ 50% შეუვლობდა ფულს, ვისაც პატარა ბიუჯეტიც ჰქონდათ, ჩამოყავდათ მანქანები, ყიდიდნენ უცხოელებზე და ამით ოჯახს არჩენდნენ. დღეს რა სიტუაცია გვაქვს? ჩამოვიდნენ ყაზახები, ანუ სხვა ნაციაზეც არ ვამბობ რა, კონკრეტულად ყაზახები ჩამოვიდნენ. ყაზახები, ყირგიზები. ხო, ყაზახები, ყირგიზები ჩამოვიდნენ. მე არავისთან პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნაციასთან, მაგრამ ნუ ფაქტი ფაქტად შევა. ჩამოვიდნენ ყაზახები, გახსნეს ავტოსალონები რუსთავში, გახსნეს სახელოსნოები, დაიწყეს თვითონ ავტოიმპორტი, იმის მაგივრად რომ რუსთავში ეყიდათ ქართველებისგან ავტომობილები, თვითონვე ჩამოყავთ ავტომობილები, თავისივე გაკეთებულ სახელოსნოში აკეთებენ და შემდეგ გაყავთ ქვეყანაში. ანუ ამ ჯაჭვში არსად არის ქართველი. 26 სექტემბერს დაელოდეთ TL Times.